ბოსტონის ისტორიულ ეკლესიაში ფრესკების რესტავრატორი ჯანფრანკო პოკობე 8 ანგელოზის გამოსახულების აღსადგენად მუშაობს, რომლებიც საუკუნეზე მეტია საღებავის რამდენიმე ფენის ქვეშაა დამალული. ანგელოზები მრგვალი ბავშვური სახეებით და ფრთებით თავდაპირველად ბოსტონის ძველ ჩრდილოეთის ეკლესიაში 1730 წელს მოხატეს. It's really significant not only for the fact that they're like ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრესკაა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ თითქმის 300 წელზე მეტი ხნისაა, არამედ ის აშკარად საკვანძო როლს თამაშობდა აქაურ ეკლესიურ ცხოვრებაში. იმდროინდელ იკონოგრაფიაში ხშირად ასახავდნენ ქერუბიმებს თუ სხვა არაამქვეყნიურ არსებებს. ისტორიული ეკლესია ბოსტონის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული წერტილია. ეკლესიის ოფიციალურმა პირებმა ყოვლის მომცველი რესტავრაციის ფარგლებში ფრესკები 1912 წელს თეთრი საღებავის სქელი ფენებით გადაღებეს. როდესაც ისტორიულ შენობაში შევდივარ, ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ იმდროინდელი მხატვრობითა და დეკორაციებით. როდესაც ხელოვნების ამ ნიმუშებს თეთრად ღებავენ, ის კარგავს გარკვეულ დიდებულებას და ისტორიულობას, რომელსაც ასეთ შენობაში ყოფნისას უნდა გრძნობდე. ასე რომ თუნდაც იმ თავდაპირველი საღებავის აღდგენაც, რომელიც პოლ რევერის დროს იყო, აქ ყოფნას უფრო ავთენტურს და გასაოცარს ხდის. ანგელოზების ფრესკების არსებობის ცნობების შესახებ კვლევრებმა ისტორიული ჩანაწერების მეშვეობით შეიტყვეს. მათ შერ კიდევ აქვთ მათ შემქმნელთან ჯონ გიბსთან გაფორმებული კონტრაქტის ასლიც. 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ მათი არსებობა დაადასტურა. თუმცა უცნობი იყო მათი მდგომარეობა. იყო პროექტის ნაწილი, რომელიც კოლონიური ამერიკის დროინდელი ხელოვნების აღმოჩენას ემსახურება. მართლაც არაჩვეულებრივია. იშვიათია მოგეცეს შესაძლებლობა გაამჟღავნო ის, რაც აქამდე არავინ იცოდა.